დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, ამიტომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. როდესაც ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ვითვალისწინებთ ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ან ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაში, მისი რესურსების განმტკიცებაში დაგვეხმაროს. მე სიტყვა ყველა გამოვიყენე, თუმცა რა თქმა უნდა, ამ მომენტისათვის ჩვენი ცოდნის შესაბამისად ყველას ვახსენებ. იმიტომ რომ ცოდნა იცვლება ჩვენი შესაძლებლობები და ყველაც იცვლება, ანუ ის ჩამონათვალი, რომელიც იგულისხმება სიტყვის ქვეშ ყველა. მიუხედავად ამისა, ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარ სიცოცხლეს, ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი ოჯახის სიცოცხლეს, ეს არის განსაკუთრებული ამოცანის მქონე ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის შემეცნებისათვის, საკუთარი თავის ძიებისთვის, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის ძალიან დიდი რესურსის დახარჯვა სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგომარეობები, როდესაც ჩვენ ბევრი ფაქტორის ერთდროულად გათვალისწინება გვჭირდება. მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ ცხოვრების წესზე. ჩვენ ვსაუბრობთ ცხოვრების წესზე, როგორც ფაქტორების ერთობლიობაზე, რომელთა დამსახურებით შეიძლება, როგორც უკვე მოგახსენებთ, შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ჩვენი სასიცოცხლო რესურსები. ჩვენ ვლაპარაკობთ არა უბრალოდ სიცოცხლეზე და დიდხან სიცოცხლეზე, არა უბრალოდ ყოველდღიურ რუტინაზე, არამედ ცხოვრების ხარისხზე, რომელიც განსაკუთრებულ შინაარსს და ფასს ძენს ჩვენს არსებობას. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ამ ყველაფერში არ ვსაუბრობთ ხშირად ადამიანის რთულ გზაზე, რომელიც თვით გამორკვევას ეფუძნება. ჩვენი გადაცემის ამოცანა ერთ-ერთი ესეც გახლავთ, ჩვენ ყოველთვის ვტოვებთ ადგილს თემებისთვის, სადაც ადამიანის გზა თვით გამორკვევისკენ, საკუთარი თვით დამკვიდრებისთვის არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი თვითონ ადამიანის პიროვნებისა და ძალიან კარგი თვალსაჩინო მაგალითი საზოგადოებისათვის. მაშინაც კი, როდესაც სათანადო უნარები არ გვაქვს. მაშინაც კი, როდესაც რაღაც მიზეზების გამო ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. აი ასეთ დროს ჩვენ უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ, როგორია საზოგადოება. რამდენად ქმნის ადამიანის უნარებისათვის რეალიზაციის შესაძლებლობას, მიუხედავად ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობისა და აი ასეთ შემთხვევაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩემ მიერ უკვე ნახსენები ცხოვრების წესი და ცხოვრების ხარისხი. ცხოვრების ხარისხი, რომელიც ხშირად ცხოვრების წესით განისაზღვრება. იმ ცხოვრების წესით, რომელსაც ადამიანი მიუხედავად საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობისა, შეუზღუდავი უნარების გამო აირჩევს. იმ ცხოვრების წესისა, რომელიც სამაგალითო ხდება ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ მაგალითი, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ ძალა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავს ისტორიებს ვისმენთ. შორენა ლაბაძის მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. მე ვარ გიორგი პეტრიაშვილი, 43 წლის, ყავს მეუღლე, 3 შვილი. მხედველობის პრობლემა დამეწყო დაახლოებით 21 წლის ასაკში. 100%-იანი მხედველობა მქონდა. მუშაობდი ელმაოჩენებელ ქარხანაში 26 წლის ვიყავი უკვე. ანუ რო დავანებე მუშაობას თავი ელმაოჩენებელში, ანუ ამ მხედველობის გამო პრობლემები დამეწყო. თავიდან ანთებითი პროცესები წავიდა, მე ქრონიკულში გადავიდა და გამოიწვია ანთებამ რამოდენიმე დაავადება თვალის. გლაუკომა, კატარაქტა, მინისებრი სხეულის შემღვრევა და ბოლოს ბადურის ჩამოშლა. დაახლოებით 3 წელი ვკურნალობდი, მაგრამ უშედეგოდ რა ესე ვთქვათ. უკვე 28-29 წლის ასაკში უკვე საერთოდ ვეღარ ხედავდი. დღესდღეობით ვარ ტოტალური უსინათლო. თავიდან რო გავიგე უსინათლოთა ფეხბურთის შესახებ, თითქოს არ მეჯერა ესე ვთქვათ, მაგრამ ზოგადად ხასიათი მაქვს ისეთი
რომ ყველაფერ შეუძლებელს ვეჭიდები რა და ზოგადად სახში ჯდომაც არ მიყვარს, აქტიური ვარ საკმაოდ და წამოვედი დავიწყე ვარჯიში, ვწდი მეთქი და საკმაოდ კარგად გამომივიდა. უკვე 9-10 წელია, რაც ვირიცხები საქართველოს სინათლეთა ფეხბურთის ნაკრებში. ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე, ვიყავით საბერძნეთში, იტალიაში ვიყავით, ამხანაგური თამაში ჰქონდა. პირადად მე ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გარშემო ყველაფერი ქრება, მხოლოდ არის სტადიონი, მოთამაშეები, ბურთი, კარებები, მეკარე და შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ თითქოს ყველაფერს ვხედავ და აღვიქვავ როგორც ჩვეულებრივი მხედველი და ძალიან დიდ ემოციას იწვევს ჩემში. გამომდინარე აქედან უფრო მეტი მონდომება მაქვს სპორტის მიმართ. პარალელურად ვარჯიშობ უსინათლოთა სამჭირში. არ მინდოდა რომ სახში ვჯდარიყავი, გამოვედი რა თქმა უნდა გარეთ. პირველ რიგში ჯანმრთელობის მხრივ ხელს მიწყობს. საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ. მეგობრებთან მაქვს ურთიერთობა, ერთიანობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთიანობის გარეშე და ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე წარმატების რა თქმა უნდა ვერ მივახცევი. დანებება არასდროს არ მიფიქრია, არ მინდა ცოტა ისე გამომივიდეს, მაგრამ მებრძოლი ხასიათის ავარ და დანებება ჩემთვის ნიშნავს სიკვდილს. ყველა შეშმოპირს მივმართავ, რომ გამოვიდნენ გარეთ ხალხს და ენახონ და პირველ რიგში თავიანთვის იქნება კარგი, თავიანთი ჯანმრთელობისთვის და ხალხის ცნობიერების ამაღლება მოხდება და მიხვდებიან, რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და უცხო პლანეტელები ვით, შემოგხვედავენ და აღარ შემოგხედავენ, როცა გარეთ გამოვართ რა. როდესაც ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას ასაგზეც, ვსაუბრობთ გენდერულ თავისებურებაზე, ვსაუბრობთ ყველა იმ ფაქტორზე, რომელმაც შეიძლება ადამიანის არჩევანზე იქონიოს გავლენა. მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის დაკავშირებული ბავშვებთან. ალბათ არავინ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ ჩვენი მზრუნველობა, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის არის ბავშვებისკენ მიმართული და ეს ლოგიკურიც არის. ჩვენ პრაქტიკულად მომავალში გადახედვას ვცდილობთ, როდესაც დღეს ჩვენ შვილებთან ვაწყობთ ურთიერთობებს, როდესაც დღეს მათ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და არის თუ არა ამ შემთხვევაში ცხოვრების ფაქტორი ასეთი მნიშვნელოვანი და შეიძლება თუ არა ამაზე გავლენა იქონიოს ოჯახის ცხოვრების წესმა. აი ამ ფაქტორებზე ვისაუბრეთ დღეს ჩვენ ამ კონტექსტში ვისაუბრეთ ბავშვის ჯანმრთელობაზე და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ეკაუბერი. ეკათილამშვიდობისა. ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის თქვენი სტუმრობა და ძალიან მიხარია რომ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ასეთი ხანდაზმულია უკვე და ამდენი წელია ჩვენ ბავშვების ჯანმრთელობის სხვადასხვა წახნაგზე ვსაუბრობთ. როდესაც პედიატრიულ წილში ცხოვრების წესზე უნდა ვილაპარაკოთ, ალბათ ეს ის საკითხია, რაზეც თქვენ არა უბრალოდ ყოველდღიურად, არამედ დღეში რამდენჯერმე გიწევთ საუბარი. საუბარი მშობლების გასაგონად, საუბარი ბებიების და ბაბუების გასაგონად, ზოგადად საზოგადოების გასაგონად და ცხოვრების წესი უკვე დიდი ხანია იქცა იმ ცოდნად, რომელზედაც ბევრად არის დამოკიდებული უამრავი დაავადების თავიდან აცილება და არსებული დაავადებების მართვა. არის თუ არა ბავშვის ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი იმ ფაქტორების ერთობლიობა, რასაც ჩვენ ცხოვრების წესის სახელით მოვიხსენიებთ. რას გვეუბნება თანამედროვე მტკიცებითი მედიცინა? ეს დასაბუთებულია, რომ ბავშვის ცხოვრების წესს შეუძლია შეცვალოს ბავშვის ჯანმრთელობის პარამეტრები და გააუმჯობესოს ბავშვის პოტენციალი, ჯანმრთელობის პოტენციალი უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში, შემდეგ უკვე დასრულობაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და დიდი სიხარულით გიახსნებით.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის ცხოვრების წესი ყალიბდება, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან. ბავშვი განსაკუთრებით ქართულ ოჯახში მე თამამად შემიძლია ვთქვა, ეს არის ძალიან დიდი სიხარული, ძირითადი ქვაკუთხედი, სიყვარული, სიხარული და მათ შორის უდიდესი პასუხისგებლობა ხომ ასეა. აი 2-3 საუკუნის უკან დემოგრაფიულ მონაცემებს ვეცნობოდი და 5 წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ 9 აღწევდა დასრულ ასაკს და ეს ყველაფერი 200 წლის განმავლობაში იმდენად განვითარდა, რომ მხოლოდ 1-2% არის რომ პრობლემურია ახალშობილებიდან, დანარჩენი 98-97%-ში მიაღწევს დასრულ ასაკს და პრაქტიკულად თითქმის ითვლება, რომ ჯანმრთელები არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი მედიცინამ მიაღწია არა მარტო მკურნალობის ტაქტიკის ჩამოყალიბებით, არამედ პრევენციული მედიცინით. თანამედროვე მედიცინა ეს არის პრევენციული, ანუ პროფილაქტიკური მთელი რიგი დაავადებების წინასწარ განჭვრეტის თუ პროფილაქტიკის მედიცინა და მეთანხმებით ეს არის ვაქცინაცია, ეს არის ცხოვრების რითმის და წესის თავიდანვე შეჩვევა. ჩვენ ბავშვობაში თუნდაც ის, რაც ითვლებოდა თითქოს და ნორმად, აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა ის ნორმა, რაც თქვენ ჩვენ ცხოვრების წესს გაგვიხანგრძლივებს, ცხოვრების ხანგრძლივობას ხარისხიანად და წლების სიმრავლეს მოგცემს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დაგროვდა მედიცინაში ინფორმაცია, რომელიც პირველ რიგში ეფუძნება მტკიცებით მედიცინას, რაც გვაძლევს მასებზე დაკვირვების და შემდგომში მკურნალობის შედეგების შედეგად მიღებულ მთელ რიგ ინფორმაციას, რაც ძალიან ბევრჯერ არის ნაფიქრი და დღემდე ექვემდებარება გადახედვას. რას ნიშნავს ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესი? ეს პირველ რიგში დიდი გამოწვევაა ზოგადად ოჯახისთვის, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს მოვერგოთ ჩვენ უფროსები და არა ბავშვი მოგვერგოს ჩვენ. თუნდაც ცხოვრების წესი, ძილის რეჟიმი, კვების რეჟიმი, კვების უნარჩვევები, რომელიც პირველივე დღეებიდანვე ყალიბდება და პირველი 3-5 წლის განმავლობაში ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ბავშვს უნარჩვევები სწორად ჩამოუყალიბდეს. სწორად შევთავაზოთ ის, რაც უნდა გაყვეს მთელი ცხოვრების მანძილზე. რადგანაც პრევენციული მედიცინა, მათ შორის კვებითი თავისებურებების ჩამოყალიბება, რატომ არ მოგწონთ ჩვენ ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამზარეულოს პროდუქტები, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვართ შეჩვეულები და ჩვენთვის ეს არ არის ჩვეული. ჩვეულია ჩვენი ქართული სამზარეულო, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ხშირ შემთხვევაში ის ძალიან მაღალ კალორიულობით ხასიათდება, მაგრამ შესაძლებელია აქ რაღაც ზომიერების ფარგლებში შევაფარდოთ მტკიცებითი მედიცინის მონაცემებს რეალობა და თანამედროვეობა, რომ არც ბავშვმა იზარალოს და არც მისმა ჯანმრთელობამ ალბათ. ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგი ახსენეთ თქვენ, როდესაც ჩვენ ჩამოვშლით რა იგულისხმება ბავშვის ცხოვრების წესის და ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვეშ. ძალიან გაცვეთილია თითქოს ეს სიტყვათა შეთანხმება, მაგრამ რაც უფრო თითქოს ეჩვევა ყური ამას და რაც უფრო მეტად ხუმდება თვითონ სიტყვა, მით უფრო შინაარსობრივი ხდება და მით უფრო დიდი დატვირთვის მქონე. ამას ადასტურებს ყოველდღიური სამეცნიერო მტკიცებულებები, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ეს კონტექსტი და მე ამას გავაგრძელებ. დიახ, რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვა, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. მეცნიერება და ყოველდღიური აღმოჩენა მხოლოდ ადასტურებს, რომ ბავშვის ცხოვრების წესი შეიძლება იყოს ის გადამწყვეტი ინსტრუმენტი, რომელიც სამომავლოდ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას. თუმცა ამავე დროს თქვენ ახსენეთ ცალ-ცალკე ფაქტორები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თქვენს ფრაზას. ბავშვი კი არ უნდა მოერგოს ჩვენს
უფროსების გრაფიკს, ან უფროსების ცხოვრებას. ჩვენ უნდა მოვერგოთ ბავშვს. და აი ასეთ შემთხვევაში მე მახსენდება მთავარი დილემა, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე საზოგადოება. ერთი მხრივ ის რუტინა, რომელიც უფროსებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას არ აძლევს და ცხოვრება ემსგავსება მარათონს. აი ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია კარგად გაწერილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ფაქტორების ყოველდღიურად შესრულებას ზრდასრულებისათვის. არადა თქვენ პედიატრი აძლევთ მითითებას პატარასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების დაცვა და შესრულება კეთილსინდისიერად. გამოდის, რომ ოჯახის ცხოვრების წესი, ოჯახის უფროსი წევრების ცხოვრების წესი შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში ბავშვის ცხოვრების წესთან. უფრო მეტიც, დედმამიშვილების ცხოვრების წესთან მიმართებაშიც კი შეიძლება იყოს ეს შეუთავსებლობა. ანუ არის თუ არა თანამედროვე პედიატრიისთვის გასათვალისწინებელი რეალობა, როდესაც ერთია თქვენი რეკომენდაცია ბავშვის ცხოვრების წესის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და აუცილებლად გჭირდებათ იმაზე ფიქრი, რომ ოჯახის ცხოვრების წესი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან სერიოზული გავლენის მქონე მდგომარეობა. ანუ როგორ ეხამება ბავშვის ცხოვრების წესი და ოჯახის ცხოვრების წესი? დიახ, ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა თანამედროვე მედიცინა მოითხოვს პერსონალიზაციას. ნებისმიერი რეკომენდაციის პერსონალიზაციას. როდესაც ვიკვლევთ ბავშვის ზოგად ჯანმრთელობას და რისკებს, კონკრეტულ რისკებს, ოჯახიდან გამომდინარე, მემკვიდრეობიდან გამომდინარე, რომელიც წინასწარ განწყობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, რა უფრო სარგებლის მომტანია კონკრეტული რეკომენდაცია ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, ვერგებით მის რეალობას. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია ბავშვისთვის პირველ რიგში არ იყოს სტრესული. ეს არ იყოს რადიკალური ცვლილება. ამიტომაც ძალიან საყურადღებოა, რომ ნებისმიერი ახალი თქვათ ცვლილება ბავშვის ცხოვრებაში იყოს ეტაპური, ნაბიჯ და რა თქმა უნდა მოერგოს და არა დიახ. აი რაც შეეხება უფროსი დედმამიშვილის ცხოვრების წესი, აქ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ისინიც ბრჭყალებში არ დაიჩაგრონ და კიდევ მნიშვნელოვანი ის რომ როგორც წესი ნაბოლარა, ყველაზე ბოლო პატარა, შესაბამისად გამოდის ხშირად მოავადე შედარებით უფროსებისგან, რატომ? იმიტომ რომ უფროს დედმამიშვილებს მოაქვთ ინფექცია, შესაბამისად ავადობის სიხშირე მატულობს, თუმცა 5-6 წლამდე ჩვენ შევთანხმდით, რომ ხშირი ავადობა ეს არის ჩვეულებრივი ნორმა, რომ რათა იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს და ეს იმუნიტეტის ჩამოყალიბება ნაბოლარა პატარებში გაცილებით უფრო ადრე დგება, ვიდრე პირველ ბავშვებში, რომელთაც თქვათ არ ქონდათ წყარო ინფექციების. თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბება, თუნდაც კვებითი რეჟიმის სწორი დაგეგმა, თუნდაც ძილის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძილის ჰიგიენა არის ერთგვარი გადამწყვეტი იმ პრობლემებისგან თავის აცილების, რაც თუნ გარდატეხის ასაკისთვის ხვდებით. უძილობა, შფოთი, ნერვული აშლილობა, ეგ თავის მეგობრებთან, თანატოლებთან დისკომფორტი, ეს ყველაფერი ალბათ და თანამედროვეობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, გაჯეტები, ტექნოლოგიური წინსვლები და სკოლების მოერგნენ ისე რომ დავალების შესრულება შეუძლებელია გაჯეტის გარეშე. მეტყვი რომ ბევრი კომპონენტი არის მათზე დამოკიდებული, თუმცა აქაც ალბათ რაციონალიზაცია, იმიტომ რომ ძალიან რთულია შენ შულს აუგრძალო გაჯეტთან მისვლა თუ მისი მეგობრებიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოს აკეთებენ. ისინი ჩამორჩება და შესაბამისად სოციალიზაციის კომპონენტი სამწუხაროდ გაჭირდება. ამიტომაც რეკომენდაცია უნდა იყოს ერთსულოვანი და ურთიერთშეთანხმებადი და გარკვეულ პერიოდებში და მშობელს ამასობაში ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იყოს მშობელი, რომ რა კონტენტს უყურებს ბავშვი, რითია დაინტერესებული და შესაძლებელია, რომ ზოგიერთი კონტენტის ნახვა ერთდროულად მშობელთან ერთად მოხდეს ბავშვის მიერ, რომ კიდევ უფრო გათვითცნობიერდეს და კიდევ უფრო მეტად ჩაწვდეს ბავშვის ინტერესებს პირველ რიგში და ცხოვრების წესი ჯანმრთელ წესს მიყვეს ისე როგორც საჭირო. ფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ
შეეხეთ რამდენიმე ფაქტორს ცხოვრების წესიდან, რომელიც შესახამებელია ოჯახისა და ბავშვის შემთხვევაში, ზრდასრულებისა და ბავშვის შემთხვევაში, თუნდაც დედმამიშვილებისა და ბავშვის შემთხვევაში. თუმცა არის მდგომარეობები, რომლის შემსწრე ალბათ ყოველდღიურად ხდება პედიატრი, როდესაც უფროსების მიერ არჩეული ცხოვრების წესი სულაც არ ემთხვევა ბავშვებისათვის ოპტიმალურ ცხოვრების წესს. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად არის ესეთი შეუსაბამობა და დისონანსიც კი, როდესაც ბავშვს ვიცით რომ ძილის მოწესრიგება ჭირდება, ჯანსაღი საკვები უნდა მიირთვას, ფიზიკური აქტივობა უნდა ჰქონდეს. სრულიად საპირისპიროა ზრდასრულების ცხოვრების წესი. იმ ზრდასრულებისა, რომლის თვალწინ, რომლის გვერდით, რომლის გარემოცვაში იზრდებიან ბავშვები. აი, ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება ბავშვის ჯანმრთელობის გადარჩენა, როგორ ხდება ბავშვის ცხოვრების წესის შენარჩუნება, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი ამოცანა პედიატრისთვის. პედიატრის ამოცანა ერთის მხრივ ბავშვთან მუშაობა და მეორე მხრივ მშობლის დამოკიდებულების გარკვევაც, იმიტომ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია უკვე აი ამ ურთიერთობის მართვა და სად არის აქ მთავარი ქვაკუთხედი, როგორ უნდა აეწყოს მშობელი, პედიატრი, ბავშვი და საბოლოო შედეგი გამოსწორებული ბავშვის ცხოვრების წესი. მაშინ, როდესაც მაგალითად მშობლები სრულიად საპირისპირო ცხოვრების წესით ცხოვრობენ. დიახ, ეს რეალობა და ძალიან რთულია გადაეწყოს მშობელი თუ სულ სხვას არის მიჩვეული. ბავშვი სწავლობს არა მითითებებით, არამედ მაგალითით ხო და მეთანხმებით. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა და მე პირადი შტაბეშილებებით გეტყვით ჩემ საკუთარ შვილთან მიმართებაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წახალისება ბავშვის ნებისმიერ თუნდაც ფიზიკური აქტივობის. ძალიან ხშირად ურჩევ ისეთ რეჟიმს, რომ თავის მეგობრებთან ერთად იაროს ფიზიკურ აქტივობებზე, იქ ფეხბურთი იქნება თუ ცურვა, რომ უფრო მეტი ინტერესი იყოს, უფრო მეტი მოტივაცია, რა თქმა უნდა, მეტი იყოს და ჩვენ მთელი ოჯახი გადავეწყვეთ შეძლების დაგვარად ჯანმრთელ კვებაზე. თავაზობ 2 ან მაქსიმუმ 3 ვარიაციას კვების, და ამ 3 ჯანმრთელი ვარიანტიდან ვცდილობ რომ არჩევანი გავაკეთებინო და არა ის რომ თქვათ პირველ 2 თქვათ ჯანმრთელ კვებას არ მიირთმევს და შევთავაზო მესამე ეგრეთ წოდებული აბსოლუტურად არაჯანსაღი კვება. ამიტომაც მთელი ოჯახი გადავწყვეტ ამაზე, რა თქმა უნდა წახალისებები არის, რა თქმა უნდა არის ის ეგრეთ წოდებული სასუსნაოები, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს და ამის გარეშეც ალბათ ვერ იქნება ბავშვის ცხოვრება, მაგრამ მისი ზომიერად და მეგობრებთან ერთად და სიმართლეს რომ გითხრათ, უკვე ინტერესიც აღარ აქვს ამ სასუსნაო და არაჯანსაღი კვების მიმართ ყოველდღიურად, რაც საკმაოდ გამოხატული იყო ცოტა ადრეულ სკოლამდელ ასაკში. ამიტომაც თვითონაც ჩამოყალიბდა უკვე რა უნდა, რა ჭირდება და იქ სპორტის პედაგოგმა თნელმაც მიუთითა, რომ შენ უფრო მაგარი რომ იყო, სასურველია რომ ეს ჯანსაღი პროდუქტები მიიღო, რძის ნაწარმი მიიღო და თვითონაც მოტივირებულია ამ სიტუაციაში. შესაბამისად, როცა დღის განმავლობაში დღე გაწერილია, სკოლა თუ შემდგომ ფიზიკური აქტივობა შემდგომში სახლში მოდის, ისვენებს და გაკვეთილების მომზადებაში გარკვეული დრო მიდის, გაჯეტებისთვის იმდენი დრო აღარ რჩება. დედაც ბედნიერია, ოჯახის წევრებიც ბედნიერია და ბავშვიც ყოველ შემთხვევაში მოსწრება ადეკვატურია. ვფიქრობ, რომ ეს მაგალითი მისაღებია ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევისთვის. კიდევ ერთხელ ბავშვი ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა მშობლისთვის და მშობელი უნდა ერგებოდეს ბავშვის მოთხოვნებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მშობელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი შვილებისთვის. და ამას პატარა სიცოცხლის პირველივე წუთებიდანვე ამჟღავნებს იმ დობით, რომელსაც ის იჩენს საკუთარი მშობლის მიმართ. როდესაც ცხოვრების წესთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ გაცვეთილ თითქოს სიტყვათა შეთანხმებას ვეხებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ვიღაცისთვის უკვე მოსაწყენ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ,
აქ ნდობა რამდენად მნიშვნელოვანია და რა როლს ასრულებს, თუნდაც აი ამ სამკუთხედის აწყობაში, სადაც სპეციალისტის აზრიც გასათვალისწინებელია, მშობლების ცხოვრების წესიც გასათვალისწინებელია და რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა ჩვენი პატარების ინტერესები. მედიცინა მიდის ნაკლებ ტკივილის მკვეთრად შემცირებისკენ. ნებისმიერი ტკივილი, თუნდაც პერიფერიული კათეტერიზაცია უნდა იყოს დამზოგველი და მაქსიმალურად ბავშვის ფსიქიკის შესაბამისი, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ერთნაირად ვერ იტანს ინვაზიურ ჩარევას და ტკივილის ზღვარი ალბათ და მეთანხმებით მოზრდილსაც კი სხვადასხვა აქვს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ალბათ პირველ რიგში მშობლის და მერე პატარა პაციენტის ნდობა უნდა დავიმსახუროთ, რომ ჩვენი ნებისმიერი რეკომენდაცია იყოს სანდო ახსოვდეს კაბინეტიდან გასვლის შემდგომ და გაითვალისწინოს ის მითითებები, რაც ჩვენ ზოგადად და თუ მშობელი რა თქმა უნდა თანახმაა და მშობელიც რა თქმა უნდა მიყვება ექიმის რეკომენდაციებს. ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. ეკა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და დღევანდელი რეკომენდაციებისთვის. მე ვისარგებლებ შემთხვევით და რა კი ნდობაზე დაასრულეთ თქვენ, აი ნდობაზე საუბრით დაასრულეთ დღევანდელი სტუმრობა. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მშობლებს გვენდობოდნენ ჩვენი შვილები და ეს არ არის სიცოცხლის პირველ დღეებში უპირობო ნდობა, როდესაც მათთვის მართლაც ყველაზე ღონიერი, ყველაზე ლამაზი და ასე შემდეგ არის მშობელი. ეს არის ნდობა, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ყოველთვის ვეიმედებით ჩვენ და არის ურთიერთობა დაფუძნებული ნდობაზე. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, ცხოვრების წესის გაზიარებაც ბევრად უფრო ადვილია და ჩვენი ცხოვრების წესიც შეიძლება ბევრად უფრო სანდო იყოს, ისევე როგორც ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მიმართ იქნება უფრო მეტი პასუხისმგებლობით ახსავსე, იმიტომ რომ ჩვენი შვილები რო გვენდონ, ჩვენ მიერ შეთავაზებული ცხოვრების წესი უნდა იყოს სწორედ მათთვის სარგო, მათთვის საჭირო, როგორც თქვენ ამბობდით. მოვერგოთ ჩვენ შვილებს და არა ისინი მოვირგოთ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ქალბატონი ეკა უბერი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. რა არის კვებითი არჩევანი? ზუსტად ისევე შეგვიძლია განმარტოთ, როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე ცხოვრების წესის შესახებ. ცხოვრების წესი ეს არის პრინციპში ერთი ადამიანის არჩევანი, მაგრამ არის მარტო ასე პერსონალიზებული, მხოლოდ ერთ ადამიანთან დაკავშირებული. ჩვენ შევთანხმდით, რომ არა, იმიტომ რომ დიახ არჩევანს მე ვაკეთებ, მაგრამ ამ არჩევანზე გავლენას ახდენს ჩემი ოჯახი, სოციუმი, მრავალი სხვა ფაქტორი, რომელთა ერთობლიობა შეიძლება იყოს მიმართულების გამსაზღვრელი, ანუ შეცვალოს ჩემი ცხოვრების წესი. როდესაც კვებით არჩევანზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თეფში, რომელიც ტრადიციულად კვების შუქნიშნის დასაწყისში ჩნდება დიდ ეკრანზე. სიმბოლოდ იმისა, რომ ყოველდღიური რაციონი ყველა ჯგუფის პროდუქტების ჩართულობით წარმოვიდგინოთ, თანაც ისე რომ ბოსტნეულს და ხილს მივანიჭოთ მეტი უპირატესობა, განსაკუთრებით ბოსტნეულის თანაფარდობა ხილთან მიმართებაში უფრო აღმატებულია ხოლმე ასეთ შემთხვევაში და ნახევარი რაციონისა წარმოვიდგინოთ როგორც ცილოვანი კომპონენტი სხვადასხვა სახის მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კვებით არჩევანზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს არის ის კარგა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საყოველთაოდ, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საძირკველი პრინციპი, რომელსაც დავეფუძნებით, თუმცა გავითვალისწინოთ ჩვენი პერსონალური არჩევანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ. როგორ აკეთებს ბავშვი თავის კვებით არჩევანს? ძალიან ბევრ ფაქტორს უნდა ვითვალისწინებდეთ ასეთ შემთხვევაში და ძალიან ბევრ ამაზე უნდა ვფიქრობდეთ. ბავშვის კვებითი არჩევანი არის გარკვეულწილად უფროსების პასუხისმგებლობა. დიახ,
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს მოინათლება ხოლმე როგორც ბავშვის კვებითი არჩევანი. ის რაც უყვარს ბავშვს, ის რაც აირჩია პატარამ, ის რაც ურჩევნია ჩვენს შვილს, ის რაც ურჩევნიათ მოზარდებს და ასე შემდეგ, სინამდვილეში შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ამ ფრაზებით შენიღბული მდგომარეობა, სადაც პასუხისმგებელი არჩევანზე არის უფროსი. ხშირ შემთხვევაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული ჩვევები, ჩვენ მიერ ხელშეწყობილი ჩვევები შეიძლება იყოს ზუსტად ის პასუხისმგებლობა, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს უფროსებს. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ეს არის მაშინ, როდესაც ვლაპარაკობთ კვებით არჩევანზე შემდეგ კონტექსტში. ანუ მაგალითად რეჟიმის, ულუფის, მაგალითად რაციონის ჭრილში. კვებითი არჩევანი, რომელსაც აკეთებს პატარა დროის მიხედვით, ეს მხოლოდ მისი არჩევანია? არა. ძალიან ხშირად ამ არჩევანში მონაწილეობს უფროსი, რომელმაც დროში გაანაწილა მისი კვება. მაგალითად, ფიზიკური აქტივობისა და კვების შეხამება. ბავშვის არჩევანია, ბავშვს უჭირს ასეთი გრაფიკის შედგენა და ძნელად წარმოგიდგენიათ ალბათ პატარა, რომელიც ზის და საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის განაწესს ადგენს. როგორც წესი, ამაზე პასუხისმგებელია უფროსი. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ცხოვრების სხვა ფაქტორებთან მიმართებაში, როგორი იქნება ბავშვის კვებითი არჩევანი, განსაზღვრელი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ უფროსი. როგორი იქნება ბავშვის წონა? აქ ბევრი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ჩართული და გასათვალისწინებელი, მაგრამ შეიძლება ჩვენი პასუხისმგებლობა დავივიწყოთ ასეთ დროს, რასაკვირველია არა. მაგალითად, მოპრიალებული თეფშის ტენდენცია, მაგალითად, ჩვენ მიერ განსაზღვრული ულუფის ტენდენცია, რომელსაც ბავშვს ვთავაზობთ ბრჭყალებში, დავასწავლით, ვაჩვევთ და მოგვიანებით ეს გახდება ბავშვის კვებითი არჩევანი და მე გაგვიკვირდება, რატომ ირჩევს ამ ხელა ულუფას, რატომ ჭამს ამდენს ყოველ ჯერზე. არა და თავის დროზე ჩვენ გვსიამოვნებდა თეფს, რომ ბოლომდე აპრიალებდა და პირიქით ზეწოლასაც კი ვახდენდით მასზე, რომ ასე მოქცეულიყო და არა სხვაგვარად. ჩვენ მოგწონს, როდესაც ბავშვი ზის და შოშიასავით აღებს პირს პროტესტის გარეშე ჩვენ მიერ შეთავაზებულ ყველანაირ პროდუქტს ნებისმიერი ზომის ლუკმებით და ნებისმიერი რაოდენობით მიირთმევს. არა და აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ მიერ შეთავაზებული სატყუარად ეკრანი შეიძლება იყოს ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც მომავალში ბავშვის კვებით არჩევანს განსაზღვრავს. როგორ? როდესაც ის ტელევიზორთან, კომპიუტერთან, ტელეფონის ეკრანთან დასახლდება და სწორედ ამ ეკრანთან იცხოვრებს, მათ შორის კვებაც მოხდება ამ ეკრანთან. პრაქტიკულად ეს კვებითი არჩევანი ეკრანთან კვება მანაირჩია, ხშირ შემთხვევაში ამ არჩევანის ხელშემწყობი არის უფროსი. როდესაც ბავშვი არასაკმარისი რაოდენობით იღებს წყალს, როდესაც ბავშვი წყლის ჩანაცვლებას ცდილობს ტკბილი გაზიანი სასმელებით, როდესაც ბავშვი იწყებს ამ პროდუქტების სისტემატურად გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სასმელი წყლის ალტერნატივა არ არის, როდესაც ბავშვი ყოველდღიურ ჩვევად აქცევს წლების მანძილზე ამ პროდუქტების მოხმარებას, მიუხედავად მასში შაქრის, კოფეინის და მრავალი პროდუქტის შემცველობისა. როდესაც ჩვენ წავახალისებთ ოჯახური ტრადიციების გასაძლიერებლად, ბიჭი მოგვესწრო, გოგონა მოგვესწრო ოჯახში, აი ამ ტრადიციების დასახალისებლად მცირე დოზებით, მაგრამ რიტუალურად ვუზიარებთ ალკოჰოლურ სასმელს, როდესაც ვაზიარებთ ალკოჰოლურ სასმელთან, როდესაც აი ამ პროდუქტთან გაშინაურება ხდება შინაურ პირობებში, შინაურ გარემოში, სახლის პირობებში. ეს ბავშვის კვებითი არჩევანია, მხოლოდ როდესაც მოზარდ თანატოლებთან ერთად შემდეგ ასევე გადაწყვეტს ალკოჰოლური სასმელი გამოიყენოს ერთად შეკრებისას, როგორც რიტუალის ნაწილი, როგორც ტრაპეზის ნაწილი. აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ მსგავს რისკებზე, მაშინაც, როდესაც ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სისტემატურად ტკბილ პროდუქტებს თავაზობთ, ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე ვთავაზობთ ტკბილ პროდუქტებს. შემდეგ ეს პროდუქტები, როდესაც 20, 30, 50 წლის ასაკში უყვარს, ეს მისი კვებითი არჩევანია, რატომ გვავიწყდება, რომ ეს არჩევანი ჩვენ განვაპირობეთ, ჩვენი შეთავაზებით, ჩვენი წახალისებით, ისევე როგორც მლაშ
მლაშე პროდუქტების გამოყენება, თუ ჩვენ დაუფიქრებლად პროდუქტებზე მარილს ვაყრით, თუ ჩვენ საკმაოდ მლაშე კერძს ვამზადებთ, დიასახლისები, ქალები სახლში, ეს ბავშვის კვებითი არჩევანია, რომელიც მომავალში, როგორც მშობელი, იგივე ტრადიციას გამოიყენებს ოჯახში. როდესაც ზედმეტად ცხიმიან პროდუქტებს ვიყენებთ, როდესაც ამ ცხიმს რამდენჯერმე ვიყენებთ შესაძლოა, როდესაც ცხიმში შემწვარ პროდუქტებს სისტემატურად დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ, ეს ბავშვის არჩევანია კვებითი. არა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა, ხშირ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც საბედისწერო ჩვევად შეიძლება ჩამოუყალიბდეს ბავშვს და მოგვიანებით იქცეს მის კვებით არჩევანად. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი არის მაგალითად ხილისა და ბოსტნეულის წილი ყოველდღიურ რაციონში. ჩვენ ამაზე ყოველდღე ვსაუბრობთ სხვადასხვა ფორმით და ყოველდღე მე ამ შუქნიშანთან მდგავარ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ შუქნიშნის წინ დავდივარ და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შეხსენება. წლევანდელი ჩვენი დეკორაციის ამოცანა არ ყოფილა უბრალოდ ფერებით თამაში შუქნიშნის შესახსენებლად. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ერთი და იგივე, ზოგჯერ ძალიან სასარგებლო პროდუქტი შეიძლება თანაბრად სიტუაციის შესაბამისად მოხდეს წითელ, ყვითელ, მწვანე ზონაში და რომ პროდუქტები თავისი ფერებით ინახავენ საიდუმლოს, რომელთა გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მოდით გავაგრძელოთ ეს კონცეფცია და ვთქვათ, რა არის ბავშვის კვებითი არჩევანის განსაზღვრელი. როდესაც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო გვეთქვა იმ პასუხისმგებლობებზე, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს უფროსებს. ბავშვებს არ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სხვადასხვა პროდუქტის მოხმარებისთვის, თუ არ გავიაზრებთ ამ პროდუქტის მოხმარებამდე როგორ მივიდა ბავშვი, ან რატომ აირჩია ასეთი პროდუქტი, ან რატომ იქცა მისი კვებითი არჩევანი ამგვარი, რატომ გახდა ასეთი არჩევანი და რაც მთავარია, რატომ აირჩია კვების ამგვარი მოდელი და არა სხვაგვარი. თუმცა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მაქსიმალურად დაბალანსებულ, გაწონასწორებულ პროდუქტებზე, ესეც რეკომენდებული არჩევანია. ეს არ არის ბავშვის არჩევანი და თქვენ ვერ მოძებნით ბავშვს, რომელიც ყველა პროდუქტს ერთნაირი სიყვარულით მიირთმევს და ყველა პროდუქტის მირთმევა შეუძლია ზუსტად იმ თანაფარდობით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. არა, ბავშვებს აქვთ თავიანთი უპირატესობები, მათ აქვთ თავიანთი დამოკიდებულებები და ამას არც ნიღბავენ. ზოგიერთ შემთხვევაში თუ გამონაკლისებს აქვთ გავითვალისწინებთ, მაგრამ არის საფუძველი, რომელიც ძალიან ბევრად განსაზღვრავს ბავშვის პერსონალურ არჩევანს. ეს ზოგადი რეკომენდებული არჩევანი შესრულდება თუ არა, მოდით ვნახოთ იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს აქვს თავისი ნაწლავური პასპორტი გასათვალისწინებელი. ანუ ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ახლა ჩვენს ბანერზე, ჩვენს ეკრანზე ჩანს როგორც სამი მოდელი. დიახ, მიუხედავად იმისა, რომელი ბაქტერიები განსაზღვრავს ამ თავისებურებას, თქვენ გახსოვთ ეს სურათი ჩემი წიგნიდან, აუცილებლად უნდა განვარტოთ, რომ ეს არის სიმბოლო უხეშად რომ წარმოვიდგინოთ. მაგალითად, უპირატესად ხორციჭამია ტიპისა, რომელსაც ნაწლავის შესაბამისად აქვს შეიარაღებული ბაქტერიებით. უპირატესად მცენარე ჭამია, რომელსაც შესაბამისი ბაქტერიები ეხმარება, რომ აი ეს მოდელი გამოიყენოს და შერეული ტიპი. ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უხეშად. მაგრამ თუ უფრო კარგად გავიაზრებთ, მაშინ ბავშვის ნაწლავი არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოკარნახე იმისა, როგორი იქნება ბავშვის კვებითი არჩევანი. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ნაწლავი არა უბრალოდ ხორცეულის, ბოსტნეულის ან შერეული კვების სასარგებლოდ არჩევანს კარნახობს პატარას, არამედ განსაზღვრავს მისი ჯანმრთელობის პარამეტრებს. ნაწლავის მდგომარეობა განსაზღვრავს ბავშვის ისტორიულ მეხსიერებას, ანუ როგორია მისი კვების მოდელი იმ ინფორმაციაში, რომელსაც მისი ნაწლავი ინახავს. როგორია მაგალითად მისი აღქმა და დამოკიდებულება საკვების მიმართ
ერთი ქვეყნიდან მეორეში, ქვეყნის ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილების დროს და თქვენ გახსოვთ, როგორ ცვლის მიგრაცია ნაწლავის შიგნით სამყაროს და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აისახოს ბავშვის კვებით არჩევანზე. და აქვე, რა თქმა უნდა, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, რომელზედაც ძალიან დიდხანს შეგვიძლია საუბარი, უნდა ვახსენოთ აუცილებლად ერთი, რა განსაზღვრავს ბავშვის კეთილგანწყობას კვების პროცესის მიმართ, საკვები პროდუქტების მიმართ და კეთილგანწყობილ კვებით არჩევანს. ეს არის ის სეროტონინული რესურსი, რომელიც არის ნაწლავში. სეროტონინი კარგი გუნებგანწყობისთვის 90%-ზე მეტი ბავშვის ნაწლავში არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, თუმცა ახალშობილებში ესე არ არის, ამდენი არ არის. არც მელატონინი აქვთ ამდენი პატარებს და ამაში დედის რძე და დედის ორგანიზმიდან მიღებული ნივთიერებები ეხმარება. თუმცა თანდათანობით ეს მაჩვენებელი იზრდება და ბავშვის კვებითი არჩევანის განსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ მისი ფსიქოემოციური დამოკიდებულება საკვების მიმართ, მისი კონკრეტული დამოკიდებულება კონკრეტული საკვები პროდუქტების მიმართ და შესაბამისი კვებითი არჩევანი. ეს იყო ის, რაც ბავშვის კვებით არჩევანს უკავშირდება, როგორც ოჯახის უფროსების პასუხისმგებლობის ჭრილში და ხშირად შეიძლება იყოს თავს მოხვეული ან ხელოვნურად შეთავაზებული კვებითი არჩევანი და ის რაც შეიძლება იყოს ბუნებრივად მისი ორგანიზმით ნაკარნახევი, რომლის ამოცნობა და გააზრება არის მშობლების, მედიკოსების და ყველას პასუხისმგებლობა ერთნაირად ბავშვის ნაკვებობა განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას და შესაბამისად ჩვენს მომავალს. მე ამ სიტყვებით დაგემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.